ამჯერად სათითაოდ განვიხილოთ შიდაწვის ძრავის ერთ კონკრეტულ ცილინდრზე აღებული მექანიზმის მოწყობილობა. იგი შედგება პირველ რიგში მუხლა ლილვისაგან, იგი რეალობაში აი ასე გამოიყურება. შემდეგი დეტალია ბარბაცა მექანიზმი და მისი გარეგნული სახე რეალობაში აი ასეთია. ეს გახლავთ წვის კამერა, სადაც ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები, კერძოდ საწვავის აფეთქება. ეს აფეთქება ხდება სანთლის საშუალებით, რომელზეც მაღალი ძაბვის მიწოდებისთანავე ნაპერწკალი წარმოიშობა და იწვევს საწვავის აფეთქებას, აი მისი ფოტო და საწვავის შემშვები და ნამწვის გამომშვები სარქველები თავის შესაბამისი არხებითაც. აი ეს სარქველები, ეგრეთ წოდებული კლაპნები, აი ასე გამოიყურება რეალობაში. ახლა ყოველივე ეს ვნახოთ უკვე მოძრაობაში და სათითაოდ განვიხილოთ თითოეული ციკლი. როგორც ხედავთ, ზუსტად იგივე მექანიზმი გვაქვს, რომელიც მოყვანილი არის მზადყოფნის სიტუაციაში, ანუ მისი პირველი ტაქტი, რაც გულისხმობს საწვავის შეწოვას. პირველ ტაქტში მოხდება ჯგუშის ქვემოთ სვლა, შემშვები სარქველის გახსნა და საწვავის შეწოვა წვის კამერაში. შემდეგი ნაბიჯია შემშვების სარქველის დახურვა, ჯგუშის ზემოთ სვლა და საწვავის კომპრესირება. ყოველივე ამას მოყვება მესამე ტაქტი, ანუ ანთების ტაქტი, როდესაც ორივე ზედა სარქველი დახურულია, ჯგუში იმყოფება ზედა მდგომარეობაში, საწვავი არის კომპრესირებული, სანთელს მიეწოდება მაღალი ძაბვა, რის გამოც ხდება საწვავის აფეთქება. აფეთქებას იწვევს სანთელზე მაღალი ძაბვის მიწოდების შემდეგ წარმოქმნილი ნაპერწკალი და აფეთქების შედეგია ის, რომ წვის კამერაში დაგროვილი საწვავი მოცულობაში მკვეთრად მოიმატებს, რაც ჯგუშს აიძულებს გადაადგილდეს ქვემოთ. ბოლო მეოთხე ტაქტი გულისხმობს იმას, რომ უნდა გაიხსნას გამშვები სარქველი და წვის კამერიდან ნამწვი აირები გაიდევნოს გამონაბოლქვის სახით გამშვებ ჭრილში. საბამისად, ამის მიღწევა ხდება ჯგუშის ზემოთ სვლის ხარჯზე. დავაკვირდეთ მოვლენებს დინამიკაში. პირველი ტაქტი შეწოვა, მეორე ტაქტი შეკუმშვა, მესამე ტაქტი ანთება, მეოთხე ტაქტი გამოდევნა.